აჯარის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ორგანოში ბოლო 2 წლის განმავლობაში ტექნიკის შესაძენად განხორციელებული ელექტრონული ტენდერები იყო ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის თავმჯდომარის ბრიფინგის თემა. ლაშა ადამიანის კითხვები უმაღლეს საბჭოში 4 სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი 1 ძვირადღირებული პლანშეტური კომპიუტერების შეძენასთან დაკავშირებით აქვს. ადამიანის ინფორმაციით აჯარის მთავრობის აპარატში სამინისტროებსა და უმაღლეს საბჭოში ტექნიკის შესაძენად სულ 250,000 ლარი დაიხარჯა. უმაღლეს საბჭოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში თემაზე კომენტარს არ აკეთებენ. ჩვენი შესწავლის შედეგად გამოჩნდა, რომ უმაღლეს საბჭოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადგილი აქვს თანამედროვე ტექნიკის შეძენას, კერძოდ პლანშეტების და გაჩნდა შეკითხვები, თუ როგორ იყენებენ ისინი თავის საქმიანობაში და ხო არა აქვს ადგილი იმას, რომ შეძენა ხდება მხოლოდ და მხოლოდ პირადი ინტერესების, პირადი მიზნებისთვის ან თავისი ოჯახის წევრებისთვის. მე მაინტერესებს უმაღლეს საბჭოს შეძენილი Samsung Galaxy და სხვა, ასე ვთქვათ, თანამედროვე პლანშეტური კომპიუტერები, თანამდებობრივად ვის ერგო და რა შედეგი მოუტანა ამ კომპიუტერების შეზღუდვამ რეგიონს და თავის ამორჩეველს.